მე რა მოგესალმებით, მევესალმებით მაყურებელს. კარგია რომ თქვენ მკითხეთ სწორედ ხელისუფლების ქცევის შეფასება და არა ზოგადად მედიის მნიშვნელობა. გასაგებია, ამ ძვირფას დროს ამაზე არ დავკარგავთ, ყველა ძალიან კარგად გვესმის თუ რა მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი მედიის არსებობას. რაც შეეხება ხარ ასაკეთებს ოცნება. ანუ ეს მედიის კანონს და ზოგადად მედიასთან დამოკიდებულებას, სიტყვის თავისუფლებასთან დამოკიდებულებას ჩვენ განყენებულად ვერ შევხედავთ. აქ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთი საინტერესო რამ, რომ მედია როგორც ესეთი დამოუკიდებელი მედია ცნობილია როგორც ეგრეთ წოდებული, რა თქმა უნდა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მეოთხე ხელისუფლება, ხო? და რატო ქვია მეოთხე ხელისუფლება და რა სიტუაცია გვაქვს დღეს საქართველოში, როდესაც ხელისუფლების ის სამეშტო, რაც არის საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება 100%-იანი კონტროლით ჯიბეში უკაცრავად ამ გამოთქმისთვის ყავს ოცნებას, რაც შეეხება მეოთხე ხელისუფლებას, რომელიც ზოგადად ითვლება როგორც დამოუკიდებელი შტო ხელისუფლების, მაგრამ ამავე დროს რეალური გავლენის მქონე და ამიტომაც ქვია მეოთხე ხელისუფლება, აქაც ძალიან დიდი გავლენები აქვს, მაგრამ ამითაც არ კმაყოფილდება და ცდილობს, რომ ის საკუთარი მედია საშუალებები, სამთავრობო პროპაგანდისტული მედია არხების, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ასე შემდეგ და ეხლა ის დანარჩენი რამდენიმე, ასე ვთქვათ, გამონათება, რაც არის დღევანდელ ქართულ მედიაში, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი სწორედ ეს ტელევიზია და მედია, სადაც ახლა ვიმყოფებით პალიტრას სახით, ხომ? ესეც ჩაახშოს და ესეც საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ამიტომ რეალურად ჩვენ სახეზე გვაქვს პროცესი, როდესაც სრული ავტოკრატია, სრული ავტოკრატია პირდაპირ შეგვიძლია ვთქვა და ეს არ არის უკვე არანაირი გაზვიადებული ნათქვამი, სურს და დაამყაროს ამ ქვეყანაში ოცნებას და ივანიშვილის რეჟიმს, რაც რა თქმა უნდა არ გამოუვა. გასაგებია მათი მცდელობა, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი ჩვენ როგორ ვუპირისპირდებით ამას. რა თქმა უნდა საქართველოში არავინ არ დაუშვებს დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვას. და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, როდესაც მედიაზე ვსაუბრობთ, ეხლა ძალიან ასე ვთქვათ როგორ თქვა დაამუღამეს ბჭყალებში ამერიკული, ბრიტანული და ასეთი ტიპის შედარებების გაესეც რა თქმა უნდა პროპაგანდის ნაწილია, თითქოს ბრიტანულია ეს კანონი ახლა. ჯერ მოდი პირველ რიგში ვთქვათ, ნებისმიერი კანონი, ნებისმიერი ამერიკული იქნება ეს თუ ბრიტანული კანონი იმუშავებს იმ ქვეყანაში, სადაც არის ამერიკული სტანდარტის სასამართლო, ბრიტანული სტანდარტის სასამართლო, ამერიკული სტანდარტის დემოკრატია, ბრიტანული სტანდარტის დემოკრატია. გაშენ რომ აიღო და ეს კანონი, ასე ვთქვათ, თუნდაც მართლა სიტყვასიტყვით გადმოწერო და დაამტკიცო საქართველოში, სადაც არც დამოუკიდებელი სასამართლო გაქვს, არც არანაირი დემოკრატიული ინსტიტუტი არ მუშაობს. ბუნებრივი აქ თავიდანვე ცხადი ხდება, თუ რა მიზნით აკეთებ ამას. ამიტომ ვერანაირ ბრიტანულობაზე საუბარი ვერ იქნება, ეხლა მათ რა სურთ, რომ ისეთ პროპაგანდა გააგრძელოს იმედმა, პოსტივიმ და სხვა კიდევ მათ ასე ვთქვათ კონტროლს ქვეშ არსებულმა მედიებმა და საერთოდ ჩაეხშოს დამოუკიდებელი მედიის სიტყვა. ნუ ბუნებრივია ეს ასე არ გამოვა და რა თქმა უნდა ჩვენ ყველამ ერთად საზოგადოებამ, მედიამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აი ეს აბსოლუტური ძალაუფლება და კიდევ ერთი ფრაზა მინდა გავიხსენო, რომ ძალაუფლება რყმის, მაგრამ აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად ყნის და სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ დღეს ჩვენ მივიღეთ ვითარება, როდესაც არათუ უბრალოდ გარყვნილი ხელისუფლება, არამედ აბსოლუტურად გარყვნილი ხელისუფლება ყავს იქიდან გამომდინარე, რომ მათ ხელში არის სრული ძალაუფლება და მათ ეს ძალაუფლება რა თქმა უნდა უკანონოდ და არასამართლიანი და ძალაუფლება აქამდეც მათ ხელში იყო, ხო, მთელი ეს 12 წლის განმავლობაში, რომ ასეთ რაღაცები არ გაუკეთებიათ. რასაც ახლა ბოლო წლებში აკეთებენ. ბოლო წლებში ეს ამის მიზეზი რა არის თქვენი აზრით? ბოლო წლებში არის ეს ამის მიზეზი არის ის, რომ უბრალოდ მათ განსაკუთრებით ეს ხდება სწორედ ეს გახარიას წამოსვლის შემდეგ და ეს ყველაფერი ამას ადასტურებს, განსაკუთრებული სისწრაფით მიექანება ოცნება ავტოკრატიული რეჟიმისკენ, ნუ ის რომ მათ უბრალოდ დემოკრატიასთან თავსებადობა უკვე არანაირად აღარა აქვთ, იმიტომ რომ ნუ ახლა იმ წინა წლებში რა თქმა უნდა იყო კაცელებით პროგრესული რეფორმები ტარდებოდა და ბუნებრივია ამას ვერავინ ვერც კი წარმოიდგენდა პრინციპში, თუმცა მაშინაც იყო გარკვეული კითხვები, მაგრამ დღეს უკვე ისინი მიხვდნენ რომ მათ თავსებადობა დემოკრატიულ პროცესებთან ღია გამჭვირვალე მმართველობასთან არ აქვთ და ამიტომ ის აირჩიეს გზა და ბოლომდე ასე ვთქვათ აწვევიან კიდევ ერთხელ ბჭყალებს გამოვიყენებ აი თავის გეგმას რომ საქართველოს აქციონ ავტოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც მხოლოდ მათი სიმართლე იქნება სიმართლე, სადაც მხოლოდ მათი ტელევიზიით გაშუქებული იქნება სიმართლე და სხვა ყველაფერი ტყუილი, რასაც დღეს ისინი ცდილობენ დაამტკიცონ და ასე შემდეგ. ამიტომ პროტესტი
პოლიტიკური პარტიების კიდევ უფრო მეტი ჩართულობა ამ პროცესში და რა თქმა უნდა ხელახალი არჩევნების მიღწევა. ამის გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ამ რეჟიმთან ბრძოლა. მე რა ხა დიდი ბრიტანეთი ახსენეთ და კიდევ ერთი ფაქტი გავიხსენოთ. სულ რამდენიმე დღის წინ, 2 დღის წინ იყო თუ არ ვცდები, როდესაც ანუ წარმოიდგინეთ რა, ესე იგი პარლამენტის თავმჯდომარე, ნუ საპარლამენტო ქვეყანაში ხარ რადონის წონის მქონე ფიგურა უნდა იყოს, გასაგებია ყველასთვის, ხო იცლის იმისთვის, რომ დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულოს იმაში, ხა მე შეგახსენებთ რაზე ვსაუბრობ, რომ დიდმა ბრიტანეთმა მეიყო გადაწყვეტილება გრანტების რაღაცა გარკვეული კონკურსის საელჩოს გავლით, ჩვენი ადგილობრივი საელჩოს გავლით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების ეფექტური მუშაობისთვის, როცა პატარა გრანტებს აკეთებს და მე დავინტერესდი სპეციალურად თუ რა მოცულობის გრანტებზეა საუბარი და 100,000 ფუნტის მოცულობის გრანტებზე არის საუბარი. 100,000 ფუნტი ახლა ლარებში რო გადავიყანოთ, მაქსიმუმ 400,000 ლარია, ხო? პატარა თანხაც არ არის, მაგრამ ეხლა იმასთან შედარებით, რასაც თავად ოცნება ხარჯავს და შავ ფულს ხარჯავს, ეს ხო არ არის 1 და 2 მილიონი. აღარ მაქვს საუბარი ოფიციალურად რისი დეკლარირებასაც ახდენენ, თუნდაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და ესეც ფაქტობრივად რამხელა თანხებზე არის საუბარი, მაგრამ ამის გარდა ხო ყველამ კარგად ვიცით, რამდენი შავი ფული იხარჯება. 100 მილიონზე არის ლაპარაკი. 100 მილიონი შავი ფულის ეგრეთ წოდებული საარჩევნო ყულაბა, ეს არის ოცნების ხელში. რა თქმა უნდა, არც ერთი თეთრი ივანიშვილის, თქვენ საუბრობთ ივანიშვილის 12 წლის წინამდე რაღაც ქვემოქმედებებზე და მის დახარჯულ ფულზე, მაგრამ დღეს ჩვენ უნდა გავახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს და უთხრათ მათაც კარგად იციან, ივანიშვილი საერთოდ აღარ ხარჯავს ფულს და ეს საარჩევნო ყულაბა მთლიანად არის ასე ვთქვათ, მობილიზებული სწორედ ოცნების მაღალჩინოსნების მხრიდან და საიდან თუ არა კორუფცია, იმიტომ რომ მთლიანად კორუფციაზე დგას ეს რეჟიმი და ამით ისი თქმა მინდა ნახეთ, რომ ანუ თავად მილიონებს ხარჯავენ, 100 მილიონს ხარჯავენ და დიდმა ბრიტანეთმა თურმე 100,000 ფუნტის, ანუ 400,000 ლარიანი გრანტი რომ უნდა გადასცეს მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რაღაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უფრო ეფექტურად ჩატარებაში, ეს თურმე ყოფილა პაპუაშვილის სიტყვით USAID რომ მარო შეაჩერა საქმიანობა, აი გლობალურმა ახლა deep state-მა გადაწყვიტა, ახლა წარმოიდგინეთ პროპაგანდის ხარისხი, რომ რადგან USAID გაჩერდა და ახლა თურმე დიდი ბრიტანეთი ანაცვლებს და სწორედ ამ ტიპის გრანტებით. ახლა ესეთი განცხადების შემდეგ, ესეთი ოფიციალურად ესეთი მაღალი განცხადება რომ ყოფილიყო მარტო რა მაგას რა უჭირს განცხადებას მოაყოლეს ეგრევე კანონი გრანტების შესახებ. მე ჩვენ მაქვს სწორედ ამ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას პასუხი. კითხვის გაგრძელებაც იქნება და თან ამ თემის გაგრძელება და თქვენი კითხვის პასუხიც. ეხლა ჩვენ აი ეს ყველაფერი ეს მედია, გრანტები და ასე შემდეგ ეს რატო კეთდება, ხო? იმიტომ რომ ხელისუფლება დღევანდელი ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური ხელისუფლება დგას ჩემი აზრით ორ ძირითად რამაზე. ეს არის კორუფცია, რაზეც ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ და პროპაგანდა. ანუ პროპაგანდა არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, რაშიც იხარჯება ასევე ძალიან დიდი ფული. პირდაპირ ვთქვათ და აი ეს რო დაუბრუნდა ისე ამ თემას ნაწილობრივ სანამ თქვენ კითხვაზე გადავალ აი რა პროპაგანდა მუშაობს ახლა ამ გრანტებთან დაკავშირებით. ოცნებამ ეს შეფუთა როგორც მტრის ხატი. აი პირდაპირ გამოდის მაღალი თანამდებობის პირები პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი პირდა ეგრეთ წოდებული რა თქმა უნდა და პირდაპირ ამბობენ რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არიან იმიტომ რომ სახელმწიფოში მოაწყო გადატრიალება და უშუალოდ იქ რადიკალური რაღაც მოძრაობები დააფინანსო და ასე შემდეგ. სრული აბსურდი ხო, როდესაც ამას მაგალითად მოყავთ რომ აი არასამთავრობო სექტორი იდგა სენაზე და დროებითი მთავრობის შექმნაზე მსჯელობდა გვახსოვს ხო ეს მაგალითი არ არის ბოლომდე რელევანტური ბოლოდ რისი ახსნა მინდა მე რომ რეალურად მათთვის სახელმწიფო გადატრიალება რას ნიშნავს? მათთვის სახელმწიფო გადატრიალება არის ნებისმიერი დემოკრატიული პროცესი, არასამთავრობო ორგანიზაცია, თქვენ ახსენეთ ეს watchdog-ი, ანუ რაღაც ზედამხედველობის, რაღაც მაყურებლის, მაკონტროლებლის, დამბალანსებლის ფუნქცია. ეს ყველაფერი მათთვის სახელმწიფო გადატრიალებაა. იმიტომ რომ არაფერში არ აწყობთ მათ, მე თქვი და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ბუნებრივად უკვე არათავსებადები არიან ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემასთან. იმიტომ რომ დამოუკიდებელი მედია, არასამთავრობო სექტორი მათთვის ეს არის უკვე სრულიად გაუგებრობა, უბრალოდ ხელს უშლის და მათ რას უთხრობთ? მათ სულთ რომ ბოლომდე კომფორტში დარჩნენ. ამიტომაც მიდიან იზოლაციისკენ. ახლა რა შეჭირდებათ მათ ახლა ჩვენი ბრიტანელი და ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მოწოდება რომ გააძლიერეთ დემოკრატიული რეფორმები და ასე შემდეგ. არაფერში ეს არ აწყობთ, იმიტომ რომ დემოკრატიაში და თავისუფალი სასამართლოს პირობებში ბუნებრივია ოცნების მაღალჩინოსნთა ნახევარზე დღეს უკვე ციხეში იჯდებოდა, ხო? ხო და ამიტომ რა შეხება ჩვენ ამ თემას რო დაუბრუნდეთ. ანუ ისევ პროპაგანდასთან ბრძოლაა ჩემი აზრით ყველაზე მთავარი გამოწვევა დღეს ოპოზიციისთვის. იმიტომ რომ ჩვენ თუ ამ პროპაგანდას ასე ვთქვათ
ეს ვერ გადავტეხეთ, ხო? იმიტომ რომ მარტო ქუჩის პროტესტით სამწუხაროდ აი ესეთი ძლიერი, როგორც თქვა, ანუ ძალაუფლებაზე უпростоრეთ პოლიციურ რეჟიმთან ბრძოლა, ანუ ეს ხო ჩვენ სრულიად არასამართლიანი ბრძოლა გვაქვს, ხო? ეხლა ჩვენ კარგად ხედავთ, ეხლა რა საშუალებები არის ხალხის მხარეს და რა საშუალებები არის ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხარეს. ხო, სრულიად არათანაბარ პირობებში გვიწევს წინააღმდეგობა. ქუჩაში დგას ღირსეული ხალხი, ღირსეული ახალგაზრდები და ყავს უღირსი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს უკადრებელია. და ამ დროს ქუჩაში ვინც დგას ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები, ნუ არ ვიცი, ამაზე უკეთესი, ამაზე განათლებული, ამაზე კულტურული, ამაზე კანონ მოყვარე ხალხი თუ საერთოდ არ არსებობდეს და ეხლა შეუძლებელია, როდესაც ეს ორი უთანასწორო ბრძოლაში რაღაცა რეაქცია წარმატებას. ამიტომ ნახეთ მე რა ანუ ოპოზიციის ფუნქციას ეხა პროპაგანდას აბრძოლაში. ანუ ხო მთავარი ფუნქცია თავისთავად ეს არ არის, მაგრამ თუ პროპაგანდას ჩვენ ვერ დაუპირისპირეთ სიმართლე და ასე ვთქვათ, ხალხს სიმართლე არ აგვხსენით, ნუ ბუნებრივია, ეხლა გასაგებია რომ ოცნება აღწევს თავის მიზნებს, მოდი პირდაპირ თქვათ, ხო? ეხლა იგივე საგამოძიებო კომისია რატო ვერ უპირისპირდება პროპაგანდას ოპოზიცია? ისევ რესურსების გამო, ნუ სხვა ეხლა იგივე რესურსები საიდან გაჩნდება ახლა? უნდა გავაჩინოთ, უნდა მაქსიმალურად ეფექტურად უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ხალხს სიმართლე უთხრათ, იმიტომ სხვა შემთხვევაში ოცნება თავის მიზანს სამწუხაროდ მაინც აღწევს. ამიტომ ქუჩის პროტესტი, რა თქმა უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა აქ ამ შემთხვევაში პოლიტიკოსების როლი, პოლიტიკური პარტიების როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უნდა გაძლიერდეს და პროპაგანდასთან ბრძოლით და სიმართლე, ასე ვთქვათ, ოცნების მხილებით და მოსახლეობისთვის სიმართლის ახსნით, ნუ ჩვენ უნდა მივახციოთ სასურველ შედეგს, რაც არის, რა თქმა უნდა, ხელახალი არჩევნები და უკანონო პატიმრების გათავისუფლება, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს იქნება ჯერ კიდევ ხანგრძლივი ბრძოლა. მართალია, დიდი დროა უკვე გასული, რამდენიმე თვეზე მეტი, მაგრამ ჯერ კიდევ წინ გვაქვს დიდი ბრძოლა, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმე გვაქვს უთანასწორო დაპირისპირებასთან, პოლიციურ რეჟიმთან, აი რეჟიმთან, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია და ამ დროს მეორე მხარეს დგას ღირსებით აღჭურვილი ქართველი ხალხი, რომელიც რა თქმა უნდა აკადრულობს საერთოდ არაფერს უღირს და ამ დროს ხელისუფლება არის ყველაფრის უკადრებელი. ამას კარგად ხედავთ ყოველდღე გუშინაც ნახეთ მოვლენები რუსთაველის გამარჯვებაზე და რა თქმა უნდა ყოველდღე ეს ასეა და ასე გაგრძელდება სამწუხაროდ ამ ხელისუფლების პირობებში. ამიტომ უნდა გავაძლიეროთ პროტესტი მერაბ და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა. რასაც რამდენად ხედავთ